დღევანდელი შეხვედრის თემა არის რატომ არ მუშაობენ აფირმაციები, მანიფესტაციები და სხვა ტიპის ინსტრუმენტები, რომლებსაც გვთავაზობს ესეთი პოპულარული ფსიქოთერაპია. ან ზოგჯერ ეზოთერიკოსებიც იყენებენ ამ მეთოდებს, როგორც ჯადოსნური ტრანსფორმაციის გარკვეულ გასაღებს, ხო და რა შვება ეს გასაღები, მართლა მუშაობს თუ არ მუშაობს, არის თუ არა რაღაცა ესეთი მეცნიერული საფუძველი ამ ყველაფერზე საუბრისთვის თუ არა, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ და დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ჩვენი გადაცემათა ციკლი ფსიქოლოგია ცხოვრებისთვის თავისუფლების გასაღები, სადაც საუბრობთ პოპულარული ფსიქოლოგიის ძირითად საკითხებზე, თქვენთვის აქტუალურ საკითხებზე, რომელსაც თქვენ გწერთ ხოლმე თქვენი კითხვების სახით და ასევე რომელსაც ჩვენ ვირჩევთ სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე. ხო და იმდენმა მკითხა აფირმაცია რას ნიშნავს, რატომ მუშაობს, ან რატომ არ მუშაობს მანიფესტაციები და ასე შემდეგ, რომ გადავწყვიტეთ ეს კვირა დაგვეთმო ამ საკითხისთვის. მე ვარ დიანა ნიკოლაიშვილი, ექიმი ფსიქოთერაპევტი და ვსაუბრობ მეცნიერულ საფუძვლებზე ამ ყველაფრის. მაშასე დავიწყოთ იმით, რომ მანიფესტაციებზე და აფირმაციებზე საუბრობენ საკმაოდ დიდი ხანია. მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროინდელი ისტორია, როდესაც პირველად ვნახე ფილმი სეკრეტი და ალბათ ნანახი გაქვთ, წიგნიც არის შესაბამისი, რომლის საფუძველზეც იყო გადაღებული ეს ფილმი. და ეს ფილმი სეკრეტი გვთავაზობდა რაღაცა საოცარ, ესე იგი, ყველა პრობლემის მოგვარებას ჯადოსნური ვიზუალიზაციებით. აი, უბრალოდ დაინახე რა გინდა, დაინახე როგორ გაქვს ის რაც გსურს და ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში რეალობად იქცევა. ხო და მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან მაგალითს. მე ყოველთვის მიყვარს ყველაფრის გატესტვა და არ ვიჯერებ ხოლმე, მანამ სანამ არ გამოვცდი და ზოგადად ვთვლი, რომ ასე ვსწავლობთ ადამიანები და ასე ვიგებთ რეალურად რა არის, როდესაც ჯერ გავიგე, მერე გავაკეთე და მერე ჩემი პირადი დასკვნები გავაკეთე ამასთან დაკავშირებით. ხო და როგორი გამოცდილება მქონდა, მე ძალიან დიდი ხნის წინ სტუდენტი ვარ და ეს ალბათ არის 17 წლის ან 18 წლის წინანდელი ისტორია. ვცხოვრობ გლდანში და ჩემი შვილი დამყავს საბურთალოს ბოლოში, კერძო სკოლაში. და ყოველ დღე მჭირდება ძალიან ადრე სახლიდან გასვლა, შემდეგ ერთი ტრანსპორტით, მეორე ტრანსპორტამდე მისვლა, მეორეთი უკვე საბურთალომდე მისვლა და მერე იქიდან კიდევ ან ერთი ტრანსპორტი, ან ფეხით უნდა წავიდეთ. და რადგანაც საღამოს ვნახე ფილმი სეკრეტი და დილით, ესე იგი, ადრე უნდა ავდგე, გადავწყვიტე, რომ მე დღესვე მოვსინჯავ, როგორ მუშაობს ეს სეკრეტი და ვთქვი, წარმოვიდგინე, დავინახე, როგორ მივდივარ 2 ლარად გლდანიდან საბურთალომდე ტაქსით. რაც იმ დროსაც წარმოუდგენელი იყო და დღესაც წარმოუდგენელია, თუმცა აი გადავწყვიტე, რომ თუ ტესტია, ბარემ ტესტი იყოს. ხო და წარმოვიდგინე, დავიძინე, გავიღვიძე დილით, ესე იგი, კვლავ ამაზე ვფიქრობ, რომ მე დღეს 2 ლარად ტაქსით მივდივარ საბურთალოზე და გავედი გარეთ, ტაქსები მოძრაობენ, მაგრამ შინაგანად ვერ ვაჩერებ ტაქს და ვერ ვეუბნები, მოდი და 2 ლარად წამიყვანე საბურთალოზე, იმიტომ რომ ვიცი, რა შედეგი მოყვება ამას. ამიტომ ძალიან დაძაბული ვდგავარ გაჩერებაზე და როდესაც მოვიდა პირველი სამარშრუტო ტაქსი, გავყევი მეორე სამარშრუტო ტაქსის გაჩერებამდე. და ვაგრძელებ ფიქრს იმაზე, რომ 2 ლარად მივდივარ საბურთალომდე ტაქსით, 2 ლარად მივდივარ საბურთალომდე ტაქსით. ხო და გავჩერდი მეორე სამარშრუტო ტაქსის რიგი ძალიან გრძელია, ალბათ მე-4-ში თუ მომიწევს ასვლა, ძალიან კარგი იქნება. გვაგვიანდება სკოლაში, ძალიან განვიცდი და ვაგრძელებ გამეორებას 2 ლარად მივდივარ ტაქსში. და გინდათ დამიჯერეთ, გინდათ არა, რიგის ბოლოში ვდგავარ და რიგის ბოლოსთან აჩერებს ტაქსი და ამბობს 4 კაცი 2 ლარი და საბურთალომდე
მიგიყვანთ დელისამდე. Ну, რა თქმა უნდა, იცის სად მიდის ეს მარშრუტი, ამიტომაც იმ კონკრეტულ მარშრუტს ასახელებს და აბა გამოიცანით ვინ ჩაჯდა პირველი ამ ტაქსში. ხოდა რატომ გიყვებით ამ ისტორიას? ზუსტად ამ მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორ მუშაობს ან არ მუშაობს აფირმაციები და რაზე არის დამოკიდებული ამ ყველაფრის შედეგი თუ პირიქით წარუმატებლობა. და ასევე გეტყვით, რომ ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც მივდიოდით სამარშრუტო ტაქსით, ჩერდებოდით რიგის ბოლოში, ვამბობდი, რომ ხომ არ შევგროვდეთ 4 კაცი და რვალარად გავყვეთ ტაქსს და ასე მოძრაობდით და მერე უკვე ტაქსებმაც დაიწყეს თვითონ მოძრაობა ასე და საკმაოდ ხშირი და ისეთი პრაქტიკა გახდა ესე ორ-ორ-ვარად ტაქსით მოძრაობა. ეხლა რა მინდა გაჩვენოთ? მე არ ვლაპარაკობ აქ მაგიაზე, ჯადოსნურობაზე, ფსიქოთერაპევტი ვარ, მეცნიერებაზე ვისაუბრებ. ეს არის ჩვენი აღქმის სამკუთხედი და თუ დააკვირდებით ზემოთ მწვერვალი თავთან, ეს არის ჩვენი ფიქრები, შუაში ეს არის ჩვენი ემოციები და გული სიმბოლურად გამოვხატე, თუმცა ჩვენ გრძნობთ ემოციებს არა გულით მხოლოდ, არამედ ზოგადად მთელი ჩვენი ორგანიზმით და ქვემოთ ამ ჩვენი სამკუთხედის ქვედა ნაწილი, ეს არის ჩვენი შეგრძნებები და ჩვენი ქმედებები, სხეული. შესაბამისად, გარე სამყაროდან შემოსულ ინფორმაციას ჯერ სხეულის დონეზე ვიღებთ, შემდეგ ემოციების დონეზე გარკვეულ შთაბეჭდილებას ვიკვლევთ, რამდენად მომწონს, არ მომწონს და ასე შემდეგ და ამის შემდეგ უკვე ფიქრის დონეზე გვყავს და გარკვეულ დასკვნებს ვაკეთებთ. ეხლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, მე როდესაც ვერ ვაჩერებდი სამარშრუტ ტაქსს და ვერ ვთხოვდი ორლარად წაყვანას, ეს იყო რა? ეს იყო ჩემი დასკვნები, რომ ორლარად არავინ წაგიყვანს დიანა და ახლა რა ფილმსაც არ უნდა უყურო, ეს არ იმუშავებს. შესაბამისად, პირველი მიზეზი, რატომ შეიძლება არ იმუშაოს აფირმაციამ ან მანიფესტაციამ, ეს არის უკვე არსებული დასკვნები და ფიქრები, რომელიც გამომრიცხავია იმ აფირმაციის, რომელიც გაქვთ. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ შექმნით განწყობას, რომ თქვენ დღეს ძალიან წარმატებული დღე გექნებათ. ამასთან ერთად შინაგანად ფიქრის დონეზე, ქვეცნობიერის დონეზე, გაქვთ გადაწყვეტილება, წარმატება საშიშია, მაშინ შინაგანი სერიოზული კონფლიქტი მოხდება ამ ორ ფიქრს შორის. და ის, რომელიც უფრო ძველია და უფრო დამყარებულია ემოციებზე და განცდებზე, გაიმარჯვებს. შესაბამისად, თქვენი წარმატებული დღის აფირმაცია მხოლოდ აფირმაციად დარჩება და შედეგს ვერ მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აქვს ასეთი ამკრძალავი ფიქრები, მისი აფირმაცია შეიძლება გამართლდეს, ან ვერ გამართლდეს. აი, რატომ შეიძლება ვერ გამართლდეს? შეიძლება ვერ გამართლდეს იმ შემთხვევაში, თუ გონებამ დაუშვა, მაგრამ ემოციის დონეზე ადამიანმა ვერ განიცადა. ანუ გადაწყვიტა, რომ მას წარმატებული დღე ექნება, მაგრამ ემოციის გულის გულმკერდის არეში იგრძნო შიში, ვაი და არ მოხდეს. ან ნეტამ გამოვა თუ არა. ან როგორი იქნება ეს ჩემი წარმატება? და ამ დროს ის ფიქრი, რომელიც თითქოს და ეფექტური და სასურველია ადამიანისთვის და თითქოს უნდა რომ მოხდეს მის ცხოვრებაში, ეჯახება ნახეთ უფრო ძლიერ ნაწილს, ემოციებს. და ემოციის დონეზე ეს ფიქრი მიღებული არ არის, ეს ფიქრი დაკავშირებულია არა სიხარულთან, არა ბედნიერებასთან, არა წარმატებასთან, არამედ რაღაცა საშიშ, უცნობ, გაურკვეველ რაღაცასთან, რაც არ ვიცი როგორი იქნება და საერთოდ მომეწონება თუ არ მომეწონება ემოციის დონეზე. არ ვიცი, ამიტომ ჯობია რომ რა გავაკეთო? იმ ძველ ჩვეულ ამბავს მივყვე და ის ახალი მიღებული ფიქრი, ვიზუალიზაცია ან აფირმაცია გადავდო გვერდზე და ამ შემთხვევაშიც თქვენი აფირმაცია არ იმოქმედებს, ვერ იმუშავებს. კარგი,
მესამე ვარიანტი, თქვათ და ადამიანს ფიქრის დონეზე მიღებული აქვს, ემოციის დონეზე დიდი სიხარული გაჩნდა და ახლა უნდა გადავიდეთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანზე. აი თითქოს ფიქრია მნიშვნელოვანი, რას ვფიქრობ ის ვარ, მაგრამ ეს ფიქრი და ეს ემოცია ჩვენ გვაძლევს ბიძგს და იმპულს იმისთვის, რომ ვიმოქმედო, გავაკეთო რაღაცა ამ ყველაფრისთვის და თუ კი ჩვენ ვფიქრობთ წარმატებაზე. ამასთან ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს, მაგრამ რას ვაკეთებთ ამისთვის? ვმოქმედებთ თუ არა? თუ მოქმედება არის შეფერხებული, იმის ალბათობა, რომ თქვენი აფირმაცია გაჭრის იმუშავებს და ჯადოსნურ შედეგებს მოიტანს, პრაქტიკულად ნულს უდრის. და აქედან გამომდინარე ძალიან შეიძლება ესეთი იმედგაცრუება იყოს, რომ აი მე ვაკეთებ ყოველდღიურად ვიმეორებ ამ ფიქრებს, ვიმეორებ ამ ფრაზებს, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, გადის რაღაც დრო და ჩემი შედეგი არ დგება, მე ვერ გავხდი წარმატებული. და აქ ფსიქოთერაპევტმა შეიძლება დასვას კითხვა. რას აკეთებ ამისთვის? რა განახორციელე? და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი უბრალოდ ზის და ელოდება როდის მოვა და როდის მოადგება კარს ის რაღაცა წარმატება და ბედნიერება, რომელიც მან აფირმაციებით შექმნა საკუთარ გონებაში, საკუთარ ემოციებში, მაგრამ ეს ყველაფერი თუ არ გადავიდა მატერიალურ სამყაროში, თუ არ განხორციელდა, რამდენიც არ უნდა წარმოიდგინოთ რაღაცა, ის დარჩება მხოლოდ აქ და რეალურ სამყაროში არ განხორციელდება. ეს არის მექანიზმი იმის, თუ რატომ არ მუშაობენ ჩვენი აფირმაციები. ახლა კი როგორ ხდება ეს ყველაფერი? კარგი, თქვათ სამივე გავაკეთე და აი ვიღაცა ტაქსისტი ჩემი ისტორიიდან აჩერებს და ამბობს აბა 2 ლარი და წავედით. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ეს ტაქსისტი არსებობდა წინა პერიოდებში. ეს ტაქსისტი იმ საჭიროებიდან გამოვიდა, რომელიც იმ მომენტში იყო. დაინახა გრძელი რიგი და მიხვდა, რომ შეუძლია ის სტანდარტული თანხა აიღოს, თუ კი 4 ადამიანს გააერთიანებს. ანუ გაჩნდა შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას შეამჩნევს და გამოიყენებს ის ადამიანი, რომელიც ემოციურ და მენტალურ დონეზე მზად არის, რომ ეს შესაძლებლობა მიიღოს და გამოიყენოს და ზუსტად ეს მოხდა. ანუ რას აკეთებს აფირმაცია და მანიფესტაცია? ის ჩვენს ირგვლივ, ჩვენს სამყაროში არსებულ ვარიანტებს შორის იმ ვარიანტებზე ამახვილებს ადამიანის ყურადღებას, რომელიც პირდაპირ თანხვედრაში მოდის იმ რეალობასთან, რომელიც ადამიანმა შექმნა. ანუ ერთგვარი ფილტრი იქმნება და თუ კი ადამიანი იმეორებდა მე წარმატებული ვარ, ესე იგი წარმატებაზე ორიენტირებული ფილტრი შეიქმნა და გარე სამყაროში როგორც კი გაჩნდება წარმატების შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა ძალიან მკვეთრი იქნება ადამიანისთვის და ადამიანი მას აუცილებლად შეამჩნევს და აუცილებლად გადადგავს ნაბიჯს, იმიტომ რომ ის გახდა მისთვის ხილული. შესაბამისად, აფირმაციებში და მანიფესტაციებში მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეცნობიერი და ცნობიერი ფოკუსი მომართულია იმ კონკრეტული რაღაცის მიმართ, რაც გვინდა, რომ მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. არის ესეთი გამონათქვამი, ოპტიმისტებს ოცნებები უხდებათ და პესიმისტებს კოშმარები. ეხლა მოდით პესიმისტებზე ვისაუბროთ ცოტა ხანი. ისინიც მუდმივად აფირმაციებში ცხოვრობენ, მაგრამ მათი აფირმაციები არის ნეგატიური. არასდროს მიმართლებს დღეს უეჭველი ცუდი დღე იქნება, არავის უყვარვარ და ეს მათი ფიქრები ხშირად დაკავშირებულია იმ კონკრეტულ ემოციებთან, რომელზეც დაფუძნებულია ეს ნეგატიური ფიქრები საკუთარი თავის, სხვების თუ სამყაროს მიმართ. შესაბამისად, ადამიანი სამყაროსთან
ურთიერთქმედებს ამ ფილტრებით და ხედავს მტკიცებულებებს იმის, რომ არ არის კარგად, არავის უყვარს, არავინ არ სცემს პატივს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ აფირმაციებით შეგვიძლია შევქმნათ გარკვეული პრიზმა, ლუპა, ყურადღების ფოკუსი და თუ კი ამ ცოდნას გამოიყენებთ თქვენს სასარგებლოდ, შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ თქვენს რეალობაში და მინდა გითხრათ, რომ ეს აღმოჩენები მანამდეც იყო ხელმისაწვდომი, უბრალოდ თქვენი ყურადღების ფოკუსი და თქვენი ფილტრი აბსოლუტურად სხვა რაღაცეების შემჩნევაზე იყო მიმართული და რადგანაც ადამიანს ცნობიერად შეუძლია 7+-2 ერთეული შეამჩნიოს ერთდროულად, უბრალოდ ვეღარ იტევდა თქვენი აღქმა იმ პოზიტიურ შესაძლებლობებს, რომელიც მანამდეც იყო თქვენს ცხოვრებაში. თქვენი აფირმაციით თუ თქვენი მანიფესტაციით არანაირი ჯადოსნობა არ ხდება, უბრალოდ თქვენ იწყებთ იმის შემჩნევას და იმ რაღაცეების მოთავსებას 7+-2 ერთეულში, რომელიც მანამდე უბრალოდ იმის მიღმა იყო. პრინციპში ეს არის, რაც მინდოდა რომ მეთქვა, კითხვები თუ გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის ჩემი პროექტი ფსიქოლოგია ცხოვრებისთვის, თავისუფლების გასაღები. ჩემი მიზანია ამ პროექტით თქვენთვის აქტუალური საკითხები განვიხილოთ მარტივ ენაზე და მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც იქნება თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის გვერდი და არტ-თერაპიული ლაბორატორიის გვერდი, სადაც ახლა ეს ლაივი გადის და ასევე ყურადღებით იყავით, რადგან ჩვენ ვაცხადებთ სხვადასხვა აქტივობებს, ტრეინინგებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ტრეინინგების გარდა ძალიან მალე დაიგეგმება სასაჩუქრე შეხვედრა, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ აი იმაზე, რაც ვილაპარაკეთ, კიდევ უფრო ღრმად და ყველა, ვინც ჩვენი ჯგუფის ან ჩვენი გვერდის მონაწილეა და აქტიური წევრი, მიიღებს მონაწილეობას ამ ოფლაინ ან ჩვენთან ოფისში შეხვედრაზე, აბსოლუტურად უფასოდ და გვექნება დრო იმისთვის, რომ თქვენთვის აქტუალური საკითხები განვიხილოთ ფსიქოთერაპიის ცენტრში, რეალურ გარემოში, რეალური ურთიერთობის დროს. მადლობა ყურადღებისთვის, კომენტარებს და კითხვებს ვერ ვხედავ და გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და ყველა თქვენი ოცნების რეალურ სამყაროში განხორციელებას გისურვებთ.